კონსტიტუციას ემსახურების შემდგომი აქტის მანძილზე მოგესწრებოდა ჩემი მოგზაურებული წვლილი შევიტანო კონსტიტუციური კონტროლის განვითარების საკითხში. როგორ მოხდა თქვენი შერჩევა? საინტერესო ასევე რა კომუნიკაცია ქონდათ პრეზიდენტთან და თქვენი შერჩევა? მანო თქვენ უზენაეს სასამართლოს კანდიდატიც იყავით. და რაც შეეხება შერჩევას, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს კონკურსი იყო გამოცხადებული და პრეზიდენტის დისკრეციაა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 3 წევრის წინიდან 3 წევრის გამწესება. ეს არის კონსტიტუციით და ორგანული კანონით. თქვენ მონაწილეობა მიიღეთ კონკურსში და შეგარჩიეთ პრეზიდენტმა მხოლოდ ეს ამბავი. ბატონო გიორგი, ფარულ მოსმენებზე კი მინდა კითხოთ. ბატონო გიორგი, ფარულ მოსმენებზე მინდა კითხოთ, როგორია თქვენი პოზიცია, რომ არ მიუღია საკონსტიტუციო გადაწყვეტილება 48 თვე. ბატონო გიორგი, შეგიძლიათ? ასეთ ჩაწერას და აზრი კონდეს კი მოვისმინეთ იქვე. ამ დაახლოებით 1 საათი თუ მეტი არა ველოდებოდით ჩვენ. ველოდებოდით საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ მოსამართლეს, რომ მას გაეცა კონკრეტულ კითხვებზე პასუხი, მაგრამ როგორც თქვენ ახლა ნახეთ ჩვენს კადრში, მან არ უპასუხა შეკითხვებს. პრინციპში არაფერი არ თქვა. ჟურნალისტებმა გავაპროტესტეთ ის, რომ ახალი მოსამართლე, რომელიც დღეს ფიცი დადო საკონსტიტუციო სასამართლოში კითხვების გარეშე შევიდა სათათბირო ორგანოში, ანუ არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს და ამ პროტესტის შემდეგ, მას შემდეგ რაც თქვით, რომ ჩვენ ქონა კონკრეტული კითხვები, ამის შემდეგ გადაწყვეტა მოსამართლემ დაახლოებით 1 საათის შემდეგ გამოსულიყო სასამართლოს შენობასთან, მაგრამ მას ასევე პრაქტიკულად არ უპასუხია არც ერთი შეკითხვის, რომელიც ჩვენ მასთან გვქონდა. დღეს ახალი მოსამართლე გიორგი თევდორაშვილი შეუდგა უფლებამოსილებას საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის კვოტის ფარგლებში აირჩიეს. მან თქვა, რომ პრეზიდენტმა გამოაცხადა კონკურსი, მან შეიტანა დოკუმენტაცია, კონკურსში მიიღო მონაწილეობა და სწორედ ასე გახდა მოსამართლე. ეს იყო კითხვაზე პასუხი, როცა მას ვკითხეთ, როგორ მოხდა მასთან კომუნიკაცია პრეზიდენტის მხრიდან და როგორ შეირჩა მოსამართლედ. ჩემი შეკითხვა მასთან ასევე შეეხებოდა ფარულ მოსმენებს, რაც ბოლო პერიოდში ისევ ძალიან აქტუალურია, რადგანაც როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ მთავარი არქივის დირექტორმა ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა ფარული ჩაწერების კონკრეტული მაგალითები და საინტერესოა ის, რომ ახლა კუჭავა გამოჩნდა კიდევ ერთხელ პარლამენტის თავმჯდომარე. თან თქვა, რომ მას უსმენენ უთვალთვალები და 2012 წლის მეთოდებით ბრძოლობს ქართული ოცნება. თქვენი პოზიცია როგორია, რას უპასუხებთ ამასთან დაკავშირებით? ყოფილი პრემიერ-მინისტრი, რომელიც თანამდებობა იყო და რომელსაც ძალიან აღიარებდით. ძალიან სამწუხაროა, ვისაც წინასაარჩევნო იმაზე მეც აძლევ თავისუფლებას, რეალურად ამის საფუძველი არის ამას გადაგჭირდება. ბატონო, ანჩის ხატის ხალხთან დაკავშირებით რას ფიქრობთ, რაზეც ითხოვს საპატრიარქო, რომ უნდა მოხდეს გადაცემა მათზე და ექსპერტების ნაწილი საუბრობს იმას, რომ ეს არის სერიოზული რისკი თუ გადაეცემა მუზეუმიდან ანჩის ხატი საპატრიარქოს. მე არა ვარ ექსპერტი, ამიტომ მე არ შემიძლია მქონდეს, ალბათ ექსპერტები გადაწყვეტენ ყველაზე სწორი რა არის, როგორ უნდა გაკეთდეს და ამის შემდეგ უნდა მიქნეს მიღებული გადაწყვეტილება. მე არ ვარ ამის ექსპერტი, რომ მე მქონდეს მოსაზრება, აქ უნდა იყოს, იქ უნდა იყოს, როგორ უნდა იყოს შენახული. ამაზე შესაბამისად ძალიან და ესეთი ეკლესიის გულის მოგებას ცდილობთ საარჩევნოდ ბატონო კახა? ნატო. ამიხანე ვისო შეფამს. მაშინ რატომ უნდა გადაეცეს საპატრიარქოს? ბატონო კახა, მაშინ რატომ უნდა გადაეცეს საპატრიარქოს ანჩის ხატი, რომელთაც არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაზიანება? ხელისუფლება ყველა დროს საპატრიარქოს გულის მოგებას ცდილობს. ნახეთ, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე, ის როგორც ყველა დეპუტატი უნდა დონიდოს სახელმწიფოებრივად. რაც პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ იქნებოდა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, არა ვინმეს ან რა არის სახელმწიფოს ინტერესი, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი აიყოს საპატრიარქოს ხელში? როგორ? არა, ამ გაგრძელება კითხვის. კითხვა ერთი არ არსებობს და საყოველთაო კითხვა რამდენიმე არსებობს. მაგრამ სახელმწიფოს ინტერესი რატომ შეიძლება იყოს ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყოს არა ის დავასრულოთ ხო შეკითხვა. რატომ შეიძლება იყოს სახელმწიფოს ინტერესი ის, რომ კულტურული მემკვიდრეობის კონკრეტული ძეგლი იყოს საპატრიარქოს ხელში და არა დაცული მუზეუმის ერთადერთი მაშინ ჩვენ ვიცით არაერთი შემთხვევა რომ საპატრიარქოს ხელში დაზიანებულა კონკრეტული და თქვენ რას ფიქრობთ როგორც პარლამენტის თავმჯდომარე? მე არ ვარ ამ საკითხის ექსპერტი, რომ გადავწყვიტოს სად უნდა იყოს ესა თუ ის მნიშვნელოვანი ხარჯია ამ შემთხვევაში საუბარი. ვინ უნდა გადაწყვიტოს საგანგოს ჩვენი ქვეყნის თუ მუზეუმშია შესანახი და ექსპერტები ესე გადაწყვეტენ გამომდინარე მისი შენახვის სპეციალური პირობებიდან მუზეუმში უნდა იყოს. თუ გადაწყვეტენ რომ შეიძლება სხვაგან იყოს, სხვაგან უნდა გადაწყვეტონ.
პარლამენტის გადასაწყვეტი არ არის რომელიმე ორგანიზაციამ უნდა გადაწყვეტოს რომელი ექსპერტები თუ ქართველი ექსპერტების არ ვიცი გამოცდილება და ექსპერტიზა არ მიიჩნევა საკმარისად, მაშინ შეგვიძლია მოვიწვიოთ სხვა ექსპერტები უცხოეთიდან, რომელიც უფრო მნიშვნელოვან დასკვნას დადებენ. მე ვერ გადავწყვეტ ამას და არც ამის კომპეტენცია. თინა ბაკუჩავას ინციდენტზე მინდა გითხოთ, ასევე და შალო პაპუაშვილის. ასეთი იყო კახა კუჭავას პასუხები გარკვეულ კითხვებზე. ჩვენ კიდევ გქონდა მასთან შეკითხვები, მაგრამ მან არ უპასუხა ყველა შეკითხვას. უპასუხო დატოვა ასევე შეკითხვები დღეს ახალმა მოსამართლემ გიორგი თევდორაშვილმა, რომელმაც დღეს დადო ფიცი საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ მასთან მქონდა ერთ-ერთი შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, რომ ფარულ მოსმენებზე, რაც არაერთხელ დაფიქსირებულა, რომ არის პრობლემა საქართველოში, საკონსტიტუციო სასამართლო 2 წლის წინ დაასრულა საქმის განხილვა, რაც უკავშირდებოდა ფარული მოსმენების კანონპროექტს, ფარული მოსმენებზე საარჩევნო უპრესორად კამპანიის ეშენგეხებას ფარგლებში და იმის მიუხედავად, რომ 2 წელიწადი და 4 თვე გავიდა ამ საარჩევნების განხილვიდან ამ დრომდე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ მიუღია. მინდა მეკითხა ახალი მოსამართლისთვის უნდა შეიცვალოს თუ არა კანონი ამ შემთხვევაში და ლეგიტიმურად რა დროს სჭირდება სასამართლოს საიმისოდ, რა უნდა სჭირდებოდეს, რომ ლოგიკურ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილებები და მაშინ როცა იარსებობს პოლიტიკური ინტერესი, კონკრეტული პოლიტიკური ძალის და განსაკუთრებით მმართველი პოლიტიკური ძალაზე ამ შემთხვევაში ეს ეჭვები არ მიიღოს გადაწყვეტილებები ან არ დამალოს ეს გადაწყვეტილებები, იმიტომ რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას ეს ასე სურს. თუმცა გიორგი თევდორაშვილმა საერთოდ არ უპასუხა თავდაპირველად მედიის შეკითხვებს. შემდეგ როცა ჟურნალისტებმა ეს გავაპროტესტეთ, 1 საათი შემდეგ დაახლოებით ის გამოვიდა სასამართლოს შენობასთან, მაგრამ ასევე არ უპასუხა პრინციპში არც ერთ შეკითხვას. მან უბრალოდ ის თქვა, რომ შეარჩია პრეზიდენტმა, არ იცის რატომ არ დაესწრო დღეს პრეზიდენტი ფიცის დადების ცერემონიალს და თქვა, რომ პრეზიდენტმა შეარჩია, არ იცის როგორ, ის უბრალოდ სუსუს პროფესორია, პრეზიდენტმა გამოაცხადა კონკურსი და ამ კონკურსში მონაწილეობდა, კონკურსში მიიღო მონაწილეობა და შეარჩიეს საკონსტიტუციო მოსამართლედ. საკონსტიტუციაში სულ 9 მოსამართლეა, მათ 10 წლის ვადით ირჩევენ. დღეს უნდა დასწრებოდა პრეზიდენტი ამ ღონისძიებას, რადგანაც პრეზიდენტის კვოტით შეარჩიეს ახალი მოსამართლე გიორგი თევდორაშვილი, მაგრამ ცერემონიალის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტი ამ ღონისძიებას არ დაესწრებოდა. ჩვენ ვერ მივიღეთ ოფიციალური განმარტება ამ დრომდე, რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი ფიცის დადების ცერემონიალს. ფიცის დადების ცერემონიალს ესწრებოდა კახაბერ კუჭავა, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე. ჩვენ გარკვეულ კითხვებს პასუხები მოვისმინეთ, მათ შორის ანჩის ხატთან დაკავშირებით, რადგან გკითხეთ, როგორც ცნობილია, საპატრიარქო ითხოვს, რომ ანჩის ხატის გადაცემა მოხდეს მათთვის ხელოვნების მუზეუმიდან და მოვისმინეთ კახაბერ კუჭავას პასუხი, რომ ეს უნდა გადაწყვეტონ სპეციალისტებმა და არა თვითონ არა თანამდებობის პირებმა, არამედ სპეციალისტებმა. კონკრეტული პასუხიც და პოზიციაც მაინც არ არის, მაგრამ ასეთი აქვს პარლამენტის თავმჯდომარის მიდგომა ამ საკითხის მიმართ. ასეთი რეალობა იყო დღეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, სადაც ახალმა მოსამართლემ გიორგი თევდორაშვილმა დადო ფიცი. ის 10 წელი იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე და პრეზიდენტის კვოტით აირჩიეს. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, ეს ბათუმელების ლაივი იყო, მე ჟურნალისტი ჯაბანენიძე ვარ, დროებით.